ჩვენი საქმიანობა ამ თემასთან დაკავშირებით ყოველთვის იქნება ხაზგასმულად მშვიდობიანი, ხაზგასმულად კანონის ფარგლებში მყოფი იმისთვის, რომ თეორიული საშუალებაც კი არ მიეცეს ხელისუფლებას, რაიმე სახის შიში დანერგოს, პროვოკაცია მოაწყოს, რადიკალიზაციის ნიშნები შემატოს ამ პროცესს, იმიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რაღაცა. ხელისუფლებას ამ თემაში აქვს სინამდვილეში ერთი სვლა, რაღაცნაირად მოახერხოს ამ თემის განხილვის რადიკალიზაცია. ეგ უნდა ესმოდეს მაყურებელს. და რადიკალიზაცია აწყობს ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ერთგვარი აპრობირებული მეთოდი რადიკალიზაციის საფუძველზე, რაციონალური განხილვა პრობლემის შეუძლებელი ხდება, რაციონალური დისკუსია პრობლემის ირგვლივ შეუძლებელი ხდება ბანაკებად, კვეთრად გაყოფა საზოგადოების ნაწილების, იმისთვის, რომ საზოგადოების ერთ მხარეს ყოფი, მაგალითად სახელისუფლებო ფლანგში მყოფი, მათი ამორჩევლის რიგებში მყოფი ადამიანები აღარც კი ისმენდნენ საპირისპირო არგუმენტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ესმოდეს ჩვენს აზზე მყოფ მაყურებელს იმისთვის, რომ ჩვენი ტაქტიკა ამ ბრძოლაში იყოს სწორი. ხელისუფლების გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ ძალიან მაღალი პროცენტი მათივე ამორჩევლის ეხლა შეშფოთებულია ამ პროცესის გამო და ძალიან მაღალი პროცენტი მათი ამორჩევლის იწყებს ჩვენს მოსმენას. ძალიან მაღალი პროცენტი მათი ამორჩევლის ჩვენ გვეუბნება, რომ აი ამათ მივეცი ხმა, მაგრამ შეცდომა დაუშვი, შეშფოთებული ვარ და რა არის გამოსავალი. ბევრი მათგანი იწყებს საპირისპირო ხმის და არგუმენტების მოსმენას. ამიტომ მაგ ვითარებაში ხელისუფლების გზა იმისთვის, რომ მათ რიგებში მყოფმა ადამიანებმა შეწყვიტონ საწინააღმდეგო არგუმენტების მოსმენა, შეწყვიტონ იმ შუალედურ პოზიციაზე ყოფნა მაინც, საიდანაც ერთი ნაბიჯია შეიძლება კრიტიკულ პოზიციაზე გადასვლისკენ და რაც შეიძლება რადიკალურ ხის დაპირისპირებაში გადავიდნენ იმისთვის, რომ უბრალოდ მხარეებს ერთმანეთის აღარ ესმოდეს, ამ მხარეებს აღარ შეეძლოთ ერთმანეთთან პოლიტიკურ დისკუსიის წარმოება, მაგის ერთადერთი გზა არის პროცესების რადიკალიზაცია. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ეცდება ერთი აი ესეთი ფორმებით სიცრუის და დეზინფორმაციის დაბრალებით, რომ თითქოს ჩვენ ვაპირებთ რაღაცა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, ასეთი მინიშნებების გაკეთებით შიში დანერგოს ხალხში და ხელოვნურად შესძინოს, ანუ ხელოვნურად შეფუთოს პროცესი რადიკალურ ფერებში, რისის საშუალებაც არ უნდა მივცეთ, ხაზგასმით უნდა ყველას აუხსნათ, რომ მაგას არ აპირებს, არც ერთმანეთს არ უნდა ვთქვათ მოუწოდოთ ერთმანეთს, რომ რაღაც რადიკალიზაციისკენ დაიზრას პროცესები, ეს აწყობს ხელისუფლებას, იგივე მაგალითად პროდასავლურ ფლანგმა საკუთარი თავის თვით დესტრუქცია რითი მოახდინა. პროცესების რადიკალიზაციით ის ნაწილიც კი ჩამოაშორა პოტენციური მოკავშირეების, აი პროდასავლურად განწყობილი ნაწილი, რომელმაც უბრალოდ ნახა, რომ აი ასე ეხლა ვიღაცები, რომ ასეთი რადიკალური მეთოდებით მოქმედებენ, უბრალოდ მათი გამარჯვება უფრო დიდმა ნაწილმა საზოგადოების ჩათვალა სახიფათოდ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. ამიტომ სინამდვილეში, როცა საზოგადოება დგას, რაღაც მეტნაკლები სტაბილურობის მოცემულობაზე, იქ ხელისუფლების ამოცანა ნებისმიერი ალტერნატიული აზრი, ნებისმიერი კრიტიკული აზრი გამოაცხადოს სახელმწიფოებრიობის დამხობის წინაპირობად და ამ სახელმწიფოებრიობის დამხობის წინაპირობაზე თქვას, რომ აგერ ხალხო, ეს გინდათ, ესენი ახლა შეიძლება თქვენც შეშფოთებულები იყოთ, კი ბატონო და შეიძლება სამართლიანადაც ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკის გამო, მაგრამ ამათ რომ უსმინოთ, აქ რაღაცა შიდა კონფლიქტები მოხდება, იქ რაღაცა აფხაზეთის და ცხინვალის გამეორება მოხდება, ომის საფრთხის წინაშე დაგვაყენებენ და მოდი აი ამათგან გადავარჩევთ ქვეყანა. ეს არის სინამდვილეში ტაქტიკა, რომელიც ხელისუფლებას აქვს და ამ ნაწილში არათუ არ უნდა შევყვეთ, არამედ ხაზგასმულად უნდა აუხსნათ ყველამ ერთმანეთს, რომ შვიდობიანის კანონის ფარგლებში არსებული პროტესტი იქნება ჩვენგან და პირიქით ხელისუფლების რიტორიკა გულისხმობს თუ არსებობს საფრთხე მართლა რეგიონში, ჩვენ სამეზობლოში
იმ ხალხებში, რომლებიც შეიძლება პოტენციურად უთანაგრძნობდნენ, ან მოკავშირეები იყვნენ მიგრანტების ნაწილისა, ან მათი ინტერესებისა, ან ზოგადად თვითონ თქვათ მათი თანამემამულე ეთნიკური ჯგუფები ჩვენ ქვეყანაში ცხოვრობდნენ და ინფორმაციის გავრცელება იმ კუთხით, რომ ნახეთ ხალხო ამ ქვეყანაში ვიღაცეები ისეთ რადიკალურ მოთხოვნებს აყენებენ, რომლებიც თითქოს რომელიმე რელიგიის ან თითქოს რომელიმე ეთნიკური ჯგუფის შევიწროებას გულისხმობს, რაც სიცრუეა ადგილობრივი არც ერთი ეთნიკური ჯგუფის წინააღმდეგ, ან ადგილობრივი რელიგიური ჯგუფის წინააღმდეგ არავის არცად განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ ხელოვნურად სიცრუით ისე ტირაჟირება ინფორმაციის, რომ თითქოს აქ არსებობენ ასეთი ჯგუფები და ეს სახელმწიფოებრივი ხარისხის პრობლემა, ეგ შენი მთავრობის პროპაგანდის მიერვე ხელოვნურად შეთხზული, დახატული ვერსია მართლა სახიფათო სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, იმიტომ რომ შენ თვითონ ესე იგი შენი მთავრობა ლაპარაკობს შინაარსზე პოლიტიკური პროცესზე, რომელიც არ არსებობს, შენი მთავრობა იგონებს თითქოს ჩვენთან, ჩვენ ქვეყანაში მცხოვრები, ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წინააღმდეგ საზოგადოების რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი მოქმედებს და შეიძლება რადიკალურ ქმედებებზე გადავიდეს. ამას ავრცელებს ჩვენი მთავრობის პროპაგანდა. ეგ ძალიან სახიფათო არასახელმწიფოებრივი მიდგომაა. ჩვენ პირიქით ძალიან ფრთხილად უდგებით ამ საკითხს, ამ კუთხით, ძალიან სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ფრთხილად უდგებით და რა თქმა უნდა, ხაზგასმულად ყველგან უნდა დავაფიქსიროთ, რომ არავის არც ერთ ნაწილში პრეტენზია, პრობლემა ან რაიმე სახით პროტესტი, საპროტესტო მოძრაობა ჩვენი თანამოქალაქეების სხვა ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილების მქონე თანამოქალაქეების მიმართ არანაირი საპროტესტო ტალღა არ არსებობს. აქ საპროტესტო ტალღა არის მიგრანტების უკონტროლო შემოსევის, მიგრანტების უკონტროლო, უკიდურესად ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკის პირობებში უკონტროლო შემოდინების პროცესთან დაკავშირებით და ამ თემების გამიჯვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ თემების ხელოვნურად გაიგივებას რომ ახდეს ჩვენი სახელმწიფოებრივი პროპაგანდა, ეგ არის ყველაზე სახიფათო ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია, რამაც მართლა იმასთან ბმაში, იმ ფაქტთან ბმაში, რომ ათობით ათასი და ასობით ათასი მიგრანტი შემოყავს შუა აზიიდან თუ პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან თუ არაბეთიდან, თან უზარმაზარი ფულადიდან კადით, ამ ფაქტთან ბმაში ეგ მართლა პოტენციალში საბოლოო ჯამში შეიძლება მივიდეს იქამდე, რომ ისეთი კატასტროფული, მათ შორის ტერიტორიული თვალსაზრისით პრობლემები დაგვიდეს და შიდა კონფლიქტის პრობლემები უკვე ჩამოსულ ნაკადთან, რომელთან შენივე პროპაგანდით აღვივებ იმას, რომ თითქოს ქართული საზოგადოების რაღაცა ნაწილი ქსენოფობიურად, აგრესიულად, შემტევად, უსამართლოდ არის განწყობილი ვიღაცის მიმართ, თითქოს რაღაც ისეც ვითხოვთ, რაღაც ისეთ მოთხოვნებს ვაყენებთ, რაც ფუნდამენტი არ არის სახელმწიფოებრივი ინტერესი მოთხოვნის უფლება თითქოს არ აგვაქვს, რომ მოდი რა საზღვრები გავაკონტროლოთ და ჩვენ თვითონ ისე მოვაწყოთ, რომ რაღაცა შემოდინება არ იყოს უკონტროლო. ეს არის ყველაზე სახიფათო ანტისახელმწიფოებრივი მიდგომა. აი ეგეთ პროპაგანდისტია, წება იყო ასეთი პროპაგანდისტების პოსტების ერთ-ერთი იყო, ვისიც ყველაზე მეტად გახმაურდა. ესეთი პროპაგანდისტია დავით ქართველიშვილი, რომელმაც ხო, ხალხის ძალაშია, რომელმაც აი თავისი სიცრუით, თავისი შინაარსით, ჩემი აზრით, სამარცხვინოდ ბინძური პოსტი დაწერა. ჩვენ გავუშვით ვიდეო, რომელზეც ჩანდა აი მეჩეთის წინ გზაზე მლოცველი ასობით ადამიანი. აი გზაზე პირდაპირ გადაკეტილი იყო გზა და აი გზაზე ლოცულობდნენ, ეს ვიდეო გავუშვით და ჩანდა იმ ვიდეოს კომენტარს ვინც აკეთებდა, ვინც იღებდა, თვითონ არაბულად საუბრობდა და იქ ჩანდა ვიდეოზე, რომ ესენი იყვნენ აშკარად პაკისტანელები, ბანგლადეშელები, არაბები, აშკარად სხვა ჩამოსული ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ, უცხოელები და ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოხვალეთ აღშფოთება, რომ გზის გადაკეტვა ეხლა და გზის გადაკეტვის ფორმით საჯარო ლოცვის, ასე მასიური ლოცვის მოწყობა ჩამოსულების მხრიდან, როცა რა ვიცი, ხალხი მოძრაობს, მანქანები მოძრაობენ, ქუჩა და ასე ქუჩის გადაკეტვა, როცა ეს კანონით იკრძალება და ასეთი უხეში უგულებელყოფა ადგილობრივი ნორმების, როცა ყველას ესმის, რომ
ავიცი ქრისტიანები ქართველები რო ჩავიდნენ მათ ქვეყნებში სადმე არაბეთში და გზა გადაკეტონ და გზაზე საჯარო ლოცვა მოვაწყო გადაკეტვის ფორმით მაგას არავინ არ დაუშვებს იგივენაირი პატივისცემით უნდა მოეკიდოს ჩამოსული ადგილობრივ ნორმებს და თან ასეთი ზრდა რიცხოვნობის ჩამოსულების შემაშფოთებელია როცა რამდენიმე წლის წინ ეს სურათი არავის არ უნახავს რომ გზას კეტავდნენ უკვე და ეს სურათი რითი იწყება და რითი მთავრდება ამის მაგალითები გვაქვს ევროპაში როცა ამაზე შეშფოთება გამოვხატეთ ამ ქართველი შვილმა დაწერა შემდეგი შინაარსის პოსტი კონსერვატორების ლიდერი შეშფოთებას გამოხატავს როგორც მან დაწერა ჩვენი თანამამული აზერბაიჯანელების ლოცვაზეო რომლებიც მეჩეთში ლოცულობდნენ და მეჩეთიდან გამოსვლის მერე იყო უბრალოდ ვიდეო გადაღებული არა და იქ ჩანდა რომ სიმბოლოს გარეთ ლოცულობდნენ და იყვნენ არა აზერბაიჯანელები არამედ იყვნენ ჩამოსული მიგრანტები იგივე სურათი რაც არ უნდა გაიარო ხო და პაკისტანელები არიან და არაბები არიან და იქ არიან ჩამოსული მიგრანტები ხო ან ღიატყვილი თითქოს ადგილობრივი მუსლიმი თემის ლოცვა გავაპროტესტეთ, როცა უცხოელები იყვნენ აშკარად და პირდაპირ ვიდეოზე არაბული ტექსტით ლაპარაკობდა, მიციღებდა და იქაც ჩანდა. ღიატყვილი თითქოს მეჩეთიდან გამოვიდნენ უბრალოდ გარეთ გამოსული, შიგნით გარეთ გამოსული და სახში მიმავალი ხალხის გადაღებულ ვიდეოზე ვაპროტესტებით, როცა ჩანდა რომ პირდაპირ ლოცვის მომენტია, გზაზე ლოცულობდნენ პირდაპირ და ამაზე მოწოდება გააკეთა სასტრაფოდ ანტიდისკრიმინაციულ კანონის საფუძველზე უმკაცრესი ზომები მიიღეთ და დააპატიმრეთ ამ კომენტარის გამო ადამიანს. ამ კომენტარის გამო ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი რომ დაგვაბრალა სიცრუე თითქოს საზოგადოების რაღაცა ნაწილი პარტია რომელიც მაგალითად შედეგები აქვს დადებული ბოლო არჩევნებზე რომელსაც 10,000 ადამიანის მხარდაჭერა აქვს დაფიქსირებული რომელსაც ქუჩაში გამოყავს 10,000 ადამიანი ანუ საზოგადოების რაღაცა ნაწილი თითქოს უტევს ადგილობრივი აზერბაიჯანელების ლოცვას მეჩეთში შიგნით რაც ტყუილია და სახიფათო ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია ასეთი სიცრუის გავრცელება ახლა ამას ვინც მოისმენს ეგ არის მაგ ტყუილის შინაარსის გავრცელება თუ ვინმე დაიჯერებს რა თქმა უნდა გულისხმობს რომ ვიღაცებს გაუჩნდებათ ნეგატიური განცდა საქართველოს შიგნით არსებული ქართველებს შიგნით არსებული პოლიტიკური თუ იდეოლოგიური შეხედულებების მიმართ რომელიც არ არსებობს ინდოეთში მათ მიერ შეთხზული და მოგონილია ეს ერთი და მეორე ძალიან მნიშვნელოვანია ეს ადამიანი ითხოვს ჩამოსული უცხოელები ქუჩას რო კეტავენ დემონსტრაციული ლოცვით ამას უბრალოდ ინტერნეტში რო შეშფოთებას ვაჟღერებთ ამაზე დააპატიმრეთო ეგ უნდა გვესმოდეს ეს არის მთავრობის პოლიტიკური გუნდის წევრი ეს არ არის ვიღაცა უბრალოდ ქუჩიდან რაღაც პოზიცია დაწერა ეს არის მთავრობის პოლიტიკური გუნდის წევრი ჩვენ უნდა გვესმოდეს რანაირი სახელმწიფო შენების პროცესში ვართ ქართული ოცნების შესრულებით ჩვენ როცა ვლაპარაკობთ რომ აქ 7 მილიარდის ოდენობით ინვესტიცია ფული რო შემოვა არაბების ხელში ეგ ფული გულისხმობს უზარმაზარი პოლიტიკური გავლენების დამყარებას ქვეყანაში. ჩვენ ამას როცა ვლაპარაკობთ, ითხოვს რომ რას გულისხმობთ ამ პოლიტიკურ გავლენებში, ხალხო, პოლიტიკური გავლენა არის მაგალითად ვიღაც პირდაპირ მოთხოვნას რო აყენებს. ესენი დაიჭირეთ შეშფოთებას რო გამოხატავენ ქუჩას, რატო გვიკეტავენ ჩამოსულები დემონსტრაციული ლოცვით. ანუ მასეთი ქვეყნის აშენებას გვიპირებენ და ეს რამე თეორიული რაღაცა შეთხსული მომავლის ვერსია კი არ გაკეთო. ეს რაც ახლა ჩვენ უყურებთ ეს მოხდა ევროპაში. ანუ ზუსტად ამის გამო, რომ ვიღაცების შეშფოთებას გამოხატავდნენ, ზუსტად ანტიდისკრიმინაციულ კანონის საფუძველზე ყველაზე უკიდურესად ანტიეროვნული ლიბერასტული კანონის საფუძველზე, რომელიც იმდენად ლიბერასტულია, მაგალითად ამერიკაში არ არსებობს ეს კანონი, იმიტომ რომ შინაარსობრივად იმ ხარისხის ლიბერალიზმთან გვაქვს მან საქმე, რომ აი მაგალითად ამერიკული კლასიკური ლიბერალიზმისგან გადახრილი პოლიტიკური სისტემა მით უმეტეს ამ პირობებში, როცა ტრამპი არსებობს, იმ სისტემისთვისაც კი მიუღებელია ეს და ნუ აი რაღაცა ყველაზე ანტიეროვნული ლიბერალური ვერსიები რაც კი არსებობს დასავლეთ ევროპაში, აი იმის გამოძახილია აქ ეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, ამ კანონით გაასამართლეთო. ეს მაგალითი იმისა, რომ უბრალოდ თქვენ რო შეშფოთებას გამოხატავთ შემოსული უზარმაზარი ნაკადის, უცხოელების უზარმაზარი ნაკადის მიმართ. ამაზე რომ დაპატიმრება იქნება შესაძლებელი, ჯერ მოთხოვნით იწყება, ჯერ ამ აზრის თავს მოხვევით იწყება, ჯერ ამ აზრს პოლიტიკურად ამკვიდრებენ საინფორმაციო დონეზე
მოთელვას აკეთებენ და მე გადადიან ამ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ ნახეთ მაგალითად ესეთი ვერსიები, რომ ჯერ რაღაცა პირობითად არ ვიცი. იგივე იყო, როცა მედიაში უბრალოდ სოციალებში დამკვიდრებულ კრიტიკაზე ისაუბრა სოზარ სუბარმა, ხომ არ არის საჭირო, რომ ეს ნაწილიც გავააქტიუროთ და ძალიან მალევე ვიხილეთ, რომ ამის მსგავსი ზუსტად იგივე არა, მაგრამ თქვათ მსგავსი კანონმდებლობა უკვე ხო ისე გააქტიურდა და მიიღო კიდეც ქართულმა ოცნებამ. კი, უარესი, ანუ ქართულმა ოცნებამ ჯერ ილაპარაკა იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად ბრიტანეთში არსებობს სოციალებში მიუღებელი შეურაცხყოფელი აზრების გამო პატიმრობა და სასჯელი და მე ქართულმა ოცნებამ მიიღო კანონი პრეცედენტო დასავლეთ ევროპისთვისაც კი, სადაც იკრძალება უბრალოდ მთავრობის შეურაცხყოფა, ან მთავრობის კრიტიკა. ანუ კრიტიკა მაგალითად თქვენ რო თქვათ ვიღაცაზე, რომ ეს არის ბიუჯეტის ქურდი, ან რაღაცა ქვეყნის მიწებს ყიდის უცხოელს და ქვეყნის მიწების გამყიდველი, ეგ კრიტიკაა, ოღონდ სინამდვილეში სასამართლო გეტყვით, რომ ეს არის მთავრობის წევრის შეურაცხყოფა და ამაზეც სასჯელი იგულისხმება. ანუ ჯერ მოთელვას აკეთებენ, შემდეგ იღებენ ამ კანონებს. ჩვენ თუ რეაქცია არ გვექნა, ქართველიშვილის პოსტი გვაძლევს იმის ნათელ მაგალითს, სადამდე მივა რისი დამკვიდრება უნდათ. დააპატიმრეთ ყველა, ვინც ბედავს და კრიტიკულ პოზიციას აჟღერებს მიგრაციასთან დაკავშირებით. ეს პროცესი გაიარა ევროპამ და ბოლოს შემოუბრუნებელ მომენტამდე მიუახლოვდა ეხლა ევროპის მდგომარეობა და იგივე ყოფაში გაგვატარებენ ჩვენ თუ ხალხი არ იქნა აქტიური. აქედან გამომდინარე ეხლა აქ სინამდვილეში პროცესები საიტაო. აქ პროცესები სამწუხაროდ წავა იქით, რომ თანდათან სულ უფრო ნაკლები ადამიანი დარჩება ისეთი, ვისთვისაც გაუგებარი იქნება პრობლემის არსებობა. ან სულ უფრო მეტი ადამიანი სამწუხაროდ გარემო გართულებული რეალობიდან გამომდინარე იძულებული გახდება გააცნობიეროს პრობლემის სიმძიმე. ამიტომ ამათ აქვთ ეხლა შემდეგი სვლა, რაც შეიძლება დაასუსტონ და გაანეიტრალონ ის პოლიტიკური ძალები, რეპუტაციულად, იქ არც არის გამორიცხული, დაპატიმრებას ითხოვენ და რასაც ითხოვენ, ეგ უნდათ, ხო? ეგ ახლა უბრალოდ დაკვირდებიან პოლიტიკური რეაქცია როგორი იქნება. შეიძლება მაგზით გაანეიტრალონ ის პოლიტიკური შემადგენელი პოლიტიკურ ველზე, რომელსაც იმ მომენტში, როცა ყველასთვის აშკარა გახდება პრობლემის სიმწვავე და მათი მხარდამჭერებიც კი ქვების სროლას დაუწყებენ პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგ მომენტში უბრალოდ მაკონსოლიდირებელი ალტერნატივა აღარ არსებობდეს. ანუ კი, თუ მაკონსოლიდირებელი ალტერნატივა, რომელსაც ხმის გავრცელება შეუძლია, რომელსაც პროტესტის ორგანიზება შეუძლია, ხალხის ქუჩაში გამოყვანა შეუძლია, რომლისკენაც ხალხი იხრება და სულაც არ არის კაც შორს არჩევნები, აგერ 2026 წელი დგება, ხო, უკვე და 2028 წელს საარჩევნო წელია, ხო? თვალსა და ხელშუა გაირბენს უცებ, რომ მოახლოვდება საარჩევნო პერიოდი, მანდ უკვე თავდაყირად დგება ის პოლიტიკური მდგრადობა, რომელსაც ხელისუფლება მანამდე აღიქვავს, ხო? და მაგ მომენტისთვის ხელისუფლების ამოცანა იქნება, რომ რაც შეიძლება რეპუტაცია შეულახოს, ჩამოუნგრიოს რეპუტაცია, ან თუ ეგ არ გამოდის, მაშინ და თუ ჩათვალა, რომ ეს არ იქნება პოლიტიკურად ტკივნეული, მაშინ დაპატიმრებით გაანეიტრალოს ოპონენტები. ტაქტიკა იქნება ერთი, რომ დაგვაბრალონ რამე ნაცებთან ალიანსი, ოღონდ ხედავთ, რომ მაგას ეფექტურად ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ ჯერ ერთი თვითონ ნაცები რამდენიც თვითონ ყავთ შემადგენლობაში, მე მგონი ნაცებში აღარ არიან მაგდენი ნაცი და რა ვიცი, ყველაზე მაღალი თანამდებობები მინისტრებიდან დაწყებული ყველა რგოლში, აი ნაცების, რა ვიცი, ძალოვანი სტრუქტურები იქნებოდა თუ სხვა სტრუქტურები იქნებოდა, საიდან აღარ არიან პორტირებული ბიზნესმენები, ყოფილი დეპუტატები. აქეთ არიან პორტირებულები და მაგის პრობლემა ჯერ ერთი თვითონ აღარ ეთქმით არავის მიმართ და მეორეც ერთი ყველას კარგად ისმის, რომ ჩვენ არც ერთ მომენტში არანაირი ლოგიკით, არანაირ ფორმატში, საერთოდ არაფერ კოოპერაციაში, კომუნიკაციაში არც ყოფილვართ და არც ვაპირებთ შესვლას არანაირ კოლექტიურ ნაცებთან. საერთოდ აი კომუნიკაციაში შესული არ ყოფილვართ, თუ რაღაც საკამათო
იმაში დებატები არ იგულისხმება, სადაც მოწინააღმდეგეს იმას, რა ქვია, შეურიგებელ ფორმატში, ხისტი ფორმატით ედებატები და იმას ბოლოს ვერაფერი რო ვერაფერს რო ვერ პოულობენ, იმის პრემიერი ლაპარაკობდა სამარცხვინო სიცრუეს რო იმას ზურამ მახარაძე ბოკერია შეხმატკილებული ელაპარაკებოდა, ყველაზე დაძაბული დებატი იყო თუ რამე ყოფილა და რა ვიცი, თქვენც ედებატებოდით ბოკერიას, ოღონდ რაც მინახია თქვენი დებატები, სუწააგეთ ყველა დებატი და იმ შემთხვევაში დებატების შედეგი ზურას სასარგებლოდ იყო და პირიქით თქვენმა მხარემ მადლობა უნდა თქვას, რომ ვიღაცა მაინც საპირისპირო აზრი მოახერხა და თუმცა მათ